ბატონ დავით, პატაბურჭულაძის განცხადებით მინდა თქვენთან დავიწყო. ეთერი ყველას მოეწონა იდეა, რომ სექტემბერში არჩევნები ჩატარდეს ტელეფონებითო. თქვენც მოიწონეთ ეს იდეა? სიმართლე გითხრათ, ახლა ტელეფონებით ჩატარებული არჩევნების მე არ მწამს. თუმცა პათოს ვემხრობი, რომ არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად ჩასატარებელია და ეს ყოველივე გარდაუვალია. წარმოუდგენელია, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე ამ ქვეყანაში რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს და უფრო მეტიც უკეთესობისკენ კი არა, ამის გარეშე იმდენად დამძიმდება სიტუაცია, რომ რეალურად როგორ უყურებთ, ტექნიკურად აი ამას როგორ უყურებთ, რომ აი ჩატარდეს ხელისუფლება დანიშნავს თუ არ დანიშნავს არჩევნებს, რომ ოპოზიციამ ტექნოლოგიების გამოყენებით თავი დავანებოთ ტელეფონს, აი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატაროს არჩევნები. ამას რეალურად როგორ აღიქვთ? არ ვიცი ახლა თქვენ ან სხვა რას გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას. არა, ტელეფონით ჩატარებული არჩევნების მე პირადად ყველას მოეწონაო და ანუ თქვენ არ შედიხართ იმ ყველას მოწონებს. პირადად მე ჯერჯერობით არ მესმის ეს როგორ შეიძლება ეს ტექნოლოგია როგორ მოხდება მისი იმპლემენტაცია და ნაკლებად სადარდებელია ამ ეტაპზე რა ტექნოლოგიით ჩატარდება რიგარეში არჩევნები. თავარი არის რომ რიგარეში არჩევნები ჩატარდეს. რიგარეშეც ეძახით თუ ახალი არჩევნები კიდე? ხო, ანუ ცნობთ ამ პარლამენტს რიგარეშეს რა ხალხი ამბობს? არა ბატონო, ახლა სიტყვებზე გამოკიდება რა თემაა, ხო? მე ვამბობ და ვჭები იმ პოზიციაზე, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, ადამიანების არჩევანი არის მოპარული და ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის არალეგიტიმური. მორჩა და გათავდა, არავინ არ ვაღიარებთ მათ ლეგიტიმაციას და არ ვაღიარებთ მათ ხელისუფლებად. მორჩა და გათავდა წერტილი.